ხმაური იყო თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგინი ჟარაძის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საკრებულოში მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა მიმდინარეობდა ინციდენტი კი გუშინ გავრცელებულმა ჩანაწერებმა კონკრეტულად გიორგი ხაბურძანიას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებმა გამოიწვია. Ამდენად ნამდვილად მონაწილეობდით თქვენ იმ საუბრებში, რომელ საუბრებზეც ინფორმაცია გაავრცელეს თქვენმა თანამშრომლებმა, თქვენმა განყოფილების უფროსებმა, თქვენმა სამმართველოების უფროსებმა და რამდენად თვლით, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ობიექტური ატესტაციის ეტაპზე, როდესაც თქვენ საშუალება გექნებათ გაესაუბროთ იგივე გიორგი ხაბურძანიას, როდესაც ასე ვთქვათ, გადალახავს ტესტირების ეტაპზე და მოვა გასაუბრების ეტაპზე. ჩვეულებრივი საუბარი იყო ეს, სადა ის იგზეწოდა რომ მე ხაბურძანიას მეუბნები რომ ერთი წუთი რომ დაწერე შენ განცხადება და სამსახური. სადა მითხარით რომ მე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვეუბნები ხაბურძანიას რომ შენ უნდა დაწერო განცხადება და წახვიდე. და რატომ მაინც და მაინც ხაბურძანია იქ მუშაობს 130 კაცი. და თქვენ ამბობთ გამოძიეთ, მე და თქვენ არ უნდა ვიკავოთ. იბატონო გიხსნით მე მე ბუნებრივია, როდესაც მივედი სამსახურში რომ გავესაუბრე თანამშრომლებს, დასაკვირველია გახსნობის მიზნით, მათი სამსახურებრივი შედეგების და მიღწევების მიზნით არ ყოფილა იმაზე ლაპარაკი, რომ ხაბურძანიას განცხადება უნდა დაეწერა და წასულიყო სამსახურში.